მოგესალმებით ეთერშია დასუტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. სტუდფესტი 2025-ში დასუ სტუდენტებმა წარმატებით ითამაშეს ქუჩის ფეხბურთი. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის საფეხბურთო გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ნიკალა კუპატაძე, ლაზარე ჭყონია, რომეო აკუბარდია და ლაშა ანდრიაშვილი, ღირსეულა დიასპარეზა და შეძლო ძლიერ მოწინააღმდეგებთან დაპირისპირება, რის შედეგადაც ყველა შეხვედრაში გაიმარჯვა. დიდი მადლობას დასუ სტუდენტებს ამ ღირსეული და შთამბეჭდავი თამაშისთვის. რამდენიმე კვირის წინ მოგმართეთ წერილით ქართულ ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებებისა და ზღიად გამოხატავდი საქართველოს მზაობას. სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. თუმცა პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მეგვიღია. მეტიც დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატების ხელისუფლებებს შორის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში ვკითხულობთ, რომლითაც იგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მიმართავს. პრემიერის განცხადებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დუმილი რამდენიმე მიზეზის გამო გასაკვირია, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის. როგორც კობახიძე აღნიშნავს, ამ მიზეზთა შორისაა საქართველოს მრავალწლიანი საიმედო პარტნიორობა ურთულეს რეგიონში და ყველაზე ცხელ წერტილებში, ერაყსა და ავღანეთში. ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე საქართველო ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. საქართველოს მომავალი არის პროდასავლური წარმატებაზე ორიენტირებული, რომელიც ივანიშვილის ინტერესებში არ შედის, რადგან მისთვის მთავარი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა. ამის შესახებ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით ვაშინგტონში კონგრესმენებმა და სენატორებმა უნდა იცოდნენ, რომ ამერიკაზე ორიენტირებული საქართველო არსად გამქრალა და ჯერ კიდევ არსებობს. პარტიის პრესამსახურის ცნობით ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის დელეგაციამ 12 მაისს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მათივე ინფორმაციით ეს ვაშინგტონში პირველი ვიზიტი საქართველოდან მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მეგობარი აქტი მიიღო. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს. როგორც ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, შეხვედრები ექნება სენატშიც იმისთვის, რომ დროულად მოხდეს მეგობარი აქტის მიღება, რომელიც ძალიან ბევრ სიკეთეს თავაზობს ქართველ ხალხს, საქართველოს, მაგრამ ასევე ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე. დავიწყეთ შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ კონგრესის წევრებს მადლობა გადავუხადოთ მეგობარი აქტის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მიიღო წარმომადგენლობითმა პალატამ და რომელიც სენატს გადაეცა, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს მიმართ არ იქნება სტანდარტული მდგომარეობიდან მიდგომა და იქნება ისე, როგორც ეს რუსეთის შემთხვევაში მოხდა, როგორც ეს ბელორუსის შემთხვევაში მოხდა და გაცილებით ადრე დასრულდება ეს პროცესი. ამის შესახებ ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი მეგობარი აქტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ქართული ოცნების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ წლის ბოლომდე აღნიშნული აქტი არ იქნება და ამასობაში ადგილობრივ არჩევნებს გადააგორებენ, თუმცა მისივე თქმით ქვეყანა არ იმყოფება სტანდარტულ პირობებში და შესაბამისად, პროცედურები არასტანდარტული ვადებით განისაზღვრება. შეკითხვაზე უზრუნველყოფს თუ არა მეგობარი აქტი ახალ არჩევნებს, ხიდაშელმა უპასუხა, რომ ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელმაც უნდა მოამწიფოს ვითარება, როდესაც ქართულ ოცნებაში ვიღაც მიხვდება, რომ იზოლაციის ფონზე ქვეყანა ჩამოიშლებათ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ კლოდ ვისელერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესამსახური ავრცელებს. ამავე ცნობებით შალვა პაპუაშვილმა ლუქსემბურგის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. მან გაიხსენა 2022 წელს ლუქსემბურგში განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტი და თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატა. მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ლუქსემბურგთან, როგორც ნატოსა და ევროკავშირის დამფუძნებელ სახელმწიფოსთან ურთიერთობებს. მან ლუქსემბურგის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, საპარლამენტო დღის წესრიგსა და გეგმებზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. გერმანიის ელჩმა ზუსტად იცის, რომ Deep State-იც არსებობს და რასაკვირველია, არსებობს მართვის გარკვეული სისტემა, რომელშიც თავად ჩართულია ერთ-ერთ პატარა ჭანჭიკად. თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციაც ადასტურებს, რომ Deep State-ი არსებობს. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც შეაფასა საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის განცხადება, რომ Deep State-ი არ არსებობს. ვოლსკის თქმით, Deep State-ი წლების განმავლობაში არსებობს, მოქმედებს და თავისი ინტერესები აქვს. მისი თქმით, საქართველოს Deep State-ის უსამართლო მოქმედებების ერთ-ერთი სამიზეზოა.
მიზნია. ცნობისთვის, პეტერ ფიშერმა ინტერპრეს ნიუსთან განაცხადა, რომ Deep State არ არსებობს და ის გამოგონილია. ჩვენ ნამდვილად არ ვართ Deep State, ეს არ არსებობს. ეს გამოგონილია და თუ ვინმე შეუძლია Deep State მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა, განაცხადა ფიშერმა. 16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალონელი შენარჩუნებული იქნება დრო გამოშვებით წვიმა ზოგან ძლიერი შესაძლებელია ელჭექის სეტყვა და ქარის გაძლიერება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მოსალონელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება. პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ, ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყულ ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს. ახლა კი გაგაცნობ თუ ცხოეთის სიახლეებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 4 დღიან ტურნეს იწყებს. მედიის ინფორმაციით აშიშის პრეზიდენტის თვითმფრინავი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩაფრინდა. ვიზიტის ფარგლებში ტრამპი ასევე კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩასვლას გეგმავს. თეთრი სახლის პრესპიკერმა კაროლინ ლივიტმა განაცხადა, რომ ტრამპის ვიზიტი ფოკუსირებული იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცებაზე. თეთრი სახლის პრესპიკერი კაროლინ ლივიტი ABC News-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობის მიერ გაცემული ნებისმიერი საჩუქარი ყოველთვის ყველა მოქმედი კანონის სრული დაცვით მიიღება. იმედი მაქვს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა შედგება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ინტერვიუში განაცხადა, ვფიქრობ ეს სრულიად შესაძლებელია. თუ აშიში ამ კონფლიქტიდან გავა და მონაწილეობაზე უარს იტყვის, ეს ყველასთვის ცუდი იქნება. ვფიქრობ რუსებს ნამდვილად სურთ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება. ჩვენი ამოცანაა ისინი ერთ ოთახში მოვათავსოთ და მათ ვაჩვენოთ, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტისგან განსხვავებული ალტერნატივები ყველასთვის ცუდია. ჩვენი საქმე ეს არის. პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს სულელური ომი რომელიც არ მოხდებოდა არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო და ის პრეზიდენტი ყოფილიყო. კონფლიქტის მოგვარება პირდაპირ მოლაპარაკებებით შეიძლება, განაცხადა სტივ უიტკოფმა. მისი თქმით, მოლაპარაკებებში მთავარ საკითხებს უკრაინის ტერიტორიების შესახებ დეტალები, ატომური ელექტროსადგური და მდინარე დნეპრზე წვდომა წარმოადგენს. საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და გერმანიას არ სურთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულება და მისი გაჭიანურების კურსს აგრძელებენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა. აშკარაა, რომ ეს ქვეყნები კონფლიქტის გაჭიანურების გზას აგრძელებენ. თუ ამოვიღებთ იმ სიტყვიერ უაზრობებს, რომლითაც ისინი თავიანთ პოლიტიკურ ქმედებებს აყალიბებენ, მაშინ მთავარი რის მიღწევასაც ისინი ცდილობენ არის რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე. რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია, ეკონომიკური დახრჩობა და რეჟიმის შეცვლა. მათ ამ 4-ვე მიმართულებაში სრული ფიასკო განიცადეს, მაგრამ მიუხედავად ამისა ის საერთოდ არ ამცირებს მათ სურვილს. მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, აღნიშნა გრუშკომ. მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებზე კომენტარის გაკეთება რთულია, რადგან მათი პოზიცია მოკლედ დროში მკვეთრად იცვლება. მექსიკის ვერაკრუსის შტატში მერობის კანდიდატს მმართველი პარტია მორენას წევს ესენია ლარა გუტიერეს საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ ეთერში ესროლეს, რის შედეგადაც ის და კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. Facebook-ის პირდაპირ ეთერში 20-მდე გასროლის ხმა მაშინ გაისმა, როცა მხარდაჭერებით გარშემორტყმული ესენია ლარა გუტიერესი ქუჩებში გადაადგილდებოდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორმხრივი ვაჭრობის პერსპექტივების განხილვისას განაცხადა, რომ ევროკავშირი ჩინეთზე უარესია. ინფორმაციას გამოცემა პოლიტიკო ავრცელებს. ევროკავშირი მრავალი თვალსაზრისით ჩინეთზე უარესია. ისინი მნიშვნელოვნად დაეშვებიან უყურეთ. ყველა კარტი გვაქვს, ისინი ძალიან უსამართლოდ გვექცევიან, აღნიშნა ტრამპმა. ტრამპმა ის განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაშინგტონი და პეკინი ორმხრივი ტარიფების მნიშვნელოვნად შემცირებასა და სავაჭრო ომის დეესკალაციაზე შეთანხმდნენ. პოლიტიკო წერს, რომ ტრამპის ეს განცხადება მნიშვნელოვნად განსხვავდება გასულ ევროკომისიის პრეზიდენტის შესახებ გაკეთებული კომენტარისგან, როდესაც მან ურსულა ფონ დერ ლაიენს ფანტასტიკური ადამიანი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მალე შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.